კლასიკური მუსიკის საღამო გურჯაანში პედაგოგ მაია ჩუგოშვილის ინიციატივით სამუსიკო სკოლაში მისი მოსწავლეების ნიჭიერი დების, ბარბარე და ანასტასია გვიანიძეების სოლო კონცერტი გაიმართა. გოგონებმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულეს. სტუმრების შეფასებით ეს კონცერტი ნიჭის ზეიმი იყო და იმედოვნებენ, რომ პატარა შემსრულებლებს მალე დიდ სცენაზეც იხილავენ. კონცერტზე დასასწრება თბილისიდან გოგონების სულიერი მოძღვარი ნარიყალას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი ჩამოგზავნდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ჩვენი სოლო კონცერტი წარმატებულად დამთავრდა. მაყურებლების ოვაციები ძალიან სასიამოვნო იყო და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს მასწავლებელს, რომ ესეთი ნაწარმოებები გვასწავლა და ესეთი კონცერტი ჩაგვატარებინა. ჩემი შვილების კონცერტი, ანასტასია და ბარბარეს კონცერტი ჩატარდა. კლასიკური მუსიკის საღამო იყო და ძალიან მისიამოვნეთ ყველამ და დიდი მადლობა ამისთვის. კონცერტზე შესრულდა თანამედროვე და კლასიკური ნაწარმოებები, ასევე საფორტეპიანო ანსამბლები, მოისმინა მაყურებელმა ასევე ქართული სიმღერები. ვფიქრობ, კონცერტი გამოვიდა მრავალფეროვანი და გოგონებმა გულწრფელი ტაში დაიმსახურეს. საოცარი საღამო, საოცარი ღონისძიება და კონცერტი შემოგთავაზა ქალბატონი მაია ჩუგოშვილის ინიციატივით, მისივე შესრულებით, თავის მოსწავლეებთან ერთად, მეგობრებთან ერთად. ესეთი საღამოები ვფიქრობ ძალიან ალამაზებს ზოგადად ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ იყო პატარა ბავშვების ნიჭის ზეიმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აღსანიშნავი, რადგან ბავშვები, რომლებიც ასე ღრმად გრძნობენ მუსიკას, ეს რა თქმა უნდა თავისთავად პედაგოგების ძალიან დიდი დამსახურებაა, მაგრამ ეს არის რაღაცი საბადო ნიჭის, რომელსაც ძალიან გვერდში დგომა სჭირდება უფრო მეტად განვითარება, უფრო მეტი რესურსი და მეტი საშუალებები, რომ ამ ნიჭმა მართლაც იზეიმოს და მიაღწიოს ძალიან დიდ წარმატებას სხვადასხვა სცენაზე და სხვადასხვა კონკურსებში. დარწმუნებული ვარ, ამ ბავშვებს ეს ნამდვილად შეუძლიათ და იმედი მაქვს, რომ მათ ვიხილავთ ძალიან დიდ სცენებზე და კონცერტებზე.